პლეადიანელების გზავნილი 8 იანვარი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ დიდი ინტერესით ვადენებთ თვალყურს იმას თუ რა ხდება ახლა დედამიწაზე. თქვენმა პლანეტამ ამ დღეებში განიცადა დიდი შენჟღრევა, რომელიც დაკავშირებული იმასთან, რომ რამდენიმე დღისით მისი ვიბრაციები სწრაფად ავარდა. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იგრძნო ნაწილობრივ საკუთარ თავზე, საკუთარ ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ძვირფას დედამიწელებო, ჩვენ გსურს აგიხსნათ თუ რა მოხდა ახალ სამყაროში და რა გელოდებათ უახლოეს მომავალში. თქვენ ძალიან კარგად უნდა იაზრებდეთ, რომ თქვენი დედამიწა უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ის შევიდა ახალ ფაზაში და ახლა მასზე მომხდარი ყველა მოვლენა ასე თუ ისე უნდა შეესაბამებოს მის ახალ მდგომარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არ შეესაბამება დედამიწის ახალ ვიბრაციულ ფონს, განწირულია მარცხისთვის. მაგალითად, ვისაც მოესურვება ომის გაჩაღება ან კაცი პროვოკაციების მოწყობა, მას უკვე აღარ გამოვა ამის გაკეთება, რადგანაც მთელი სამყარო დადგება განახლებული დაბალი ვიბრაციებისგან განწმენდი დედამიწის დასაცავად. ნათელი ძალების მხარეს გადახრამ ახლა მიაღწია ისეთ ძალას, რომ უკვე ვეღარავინ შეძლებს უწინარ მდგომარეობის დაბრუნებას. თქვენ ალბათ შეუკითხებით, თუ რატომ ხდება სოფლიოში კიდევ ამდენი ნეგატიური მოვლენა. ეს აიხსნება იმით, რომ წამიერად ვერ შეეშერდება საუკუნეებით შექმნილი ცხოვრება, სადაც მთელი ძალები მართავდნენ ადამიანებს მრავალი ათასწლეულობის განმავლობაში. კიდევ გარკვეული პერიოდით მოხდება წვრილმანი შეტაკებები, შეიარაღებული კონფლიქტები, ტერორისტული აქტები, თუმცა გლობალურ დონეზე ისინი უკვე ვეღარაფერს შეცვლის. ადამიანთა ცნობიერება იწყებს სწრაფად ცვლას და ავტომატურად შედის რეზონანსში დედამიწის ახალ ვიბრაციებთან. ეს ხდება თქვენს პლანეტაზე გადარჩენის ერთადერთი მეთოდი. კანონი მსგავს იზიდავს მსგავს, ახლა მუშაობს გაორმაგებული ძალით. ყველაფერი ბევრად სწრაფად ხდება ვიდრე ადრე. დრო იკუმშება, იცვლება თქვენი პლანეტის პარამეტრები. ბევრი ამას გრძნობს საკუთარ თავზე, თუმცა ადამიანებს არ ყოფნით ინფორმაცია ახლა მომხდარი მოვლენებთან მიმართებით. ნელი ძალები კიდევ ცდილობენ შეანარჩუნონ მასმედია, რათა დაფარონ ჭეშმარიტება. თუმცა მალე ყველაფერი დაფარული გამოაშკაროდება და ნაკადით გამოვა გაზეთების ფურცლებსა და ტელევიზორის ეკრანებზე ჭეშმარიტი ინფორმაცია. ადამიანებს წაიკითხავენ წმინდანებისა და ამაღლებული ოსტატების გზავნილებს, მათ გაემხილებათ სამყაროს კანონები, ისინი დაამყარებენ კავშირს სხვადასხვა პლანეტებთან. მოხდება ნამდვილი ინფორმაციული აფეთქება, რომელიც გადახარშვა ყველას არ გამოვა, რადგანაც ბევრი ადამიანისთვის ეს მათი გააზრების მიღმა იქნება. ბევრი ადამიანი დატოვებს ახლა დედამიწას, რადგანაც ვერ გადაიტანენ დამდგარ ცვლილებებს, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ცნობიერებითაც. თუმცა ისინი, ვინც დარჩებიან, მათ ექნებათ მშვენიერი ცხოვრება, სიუნწისგან, ძალაუფლების, ტყუილისგან, სისხლისა და ძალადობისგან თავისუფალი. გაიზრდება ახალი ადამიანების თაობები, რომლებსაც არ იცოდინებათ თუ არ არის მომხმარებული საზოგადოება, რადგანაც მათ ცხოვრებაში მთავარი გახდება სიყვარული, ნდობა და უანგარომსახურება ადამიანების მიმართ. ჩვენ ძვირფას დედამიწელებო, გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ და ვიცავთ თქვენ მშვიდობასა და სიწყნარეს. ჩვენ მოუთმენად გელოდებით თქვენს განახლებულ დედამიწას, სადაც შევხვდებით როგორც ახლობელ ძმებსა და დედებს და გასწავლით ცხოვრებას თქვენთვის ახალ და უცნობ პირობებში, რომლებიც როგორც ჩვენ გვეჯერა, მოგიტანთ ბევრ ბედნიერებას და სიხარულს და იგრძნობთ საკუთარ თავებს როგორც სახში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და გელოდებით. თქვენთან საუბრობდნენ პლეადების თანავარსკვლავედის ემისრები. გზავნილი მიიღო მართავ, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.